ბიჭებო, ერთი კაი შეგინება მია. დავай, დაარტყი, წაიყვანე, დაბლა ჩაიყვანე. დაბლა ჩაიყვანე. შენ თუ ამაზე დაბლა ჩაიყვანე. მეორე. ავადაკი, მოგა, მოფერ. Coach! Fight! Sit! დავა! სტაბილურობა, სტაბილურობა! თანმიმდევრობას მივხედოთ, თანმიმდევრობას. თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ ასპექტს მივახცევთ პროგრამა მაქსიმალურად. კიდე ერთით? ხო? Adiga. Coach! ოპა. დაიჭერეთ ახლა. Fight! Sit! Come on, ჩავიდა, ჩაიტანა. გაჩერდა! გაჩერდა! უსწრაფად იგივე. აიგე, გაჩერდა. გაჩერდა! კიდე. პირველ რიგში ბიჭები მონდობებულები ვარ. ყველა ვარჯიშობ, ყველა ვდევთ ზღვარს, რომ აი გადავლახოთ ეს ბარიერი. პირველი თამაში ზელანდიასთან აგვაქვს 7 ივლისს. და ვეცდებით, რომ დავამტკიცოთ რა ეს შედეგი. რაც შეეხება ხა ვარჯიშებს, ნუ თავიდან ისე იყო, რომ უფრო გვიჭირდა და შემდეგ რაც ფორმაში მოვედით, ინტენსივობა რა თქმა უნდა უფრო იწევს, მაგრამ როცა ფორმაში ხარ, ხა იმდენად დაღლობას ვერ აღწევს რა, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ბიჭები მაქსიმალურად ვიხარჯებით ვარჯიშებზე, ვცდილობთ ჩვენი მაქსიმუმი ვარჯიშებზე გამოამჟღავნოთ, რაც შემდეგ უკვე დაგვეხმარება ტურნირზე. რა თქმა უნდა, ხა დაახლოებით იგივე ვარჯიშებია, იგივე დაწვრთნები. ანუ ეროვნული ვარჯიშებიც გამიჭდა, რა თქმა უნდა, ესეც გამიჭდა, მაგრამ ბიჭების გვერდში ყოფნით და ძალისხმევით ყველაფერი კარგად არის შეჯერებით. ორი თამაში ითამაშა ზელანდიის ოცლამდე ავსტრალიის თანატოლებთან და ვფიქრობთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, რა თქმა უნდა, ზელანდია. გახსნით თამაში ძალიან სწრაფები არიან. ფიზიკურად ძლიერები არიან. ხოლო უყურეთ ასევე ირლანდიის და უელსის თამაშებს, 6-ის თამაშებს უყურეთ. და ვფიქრობთ, რომ ისინი ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ტოლი არ დავუდოთ. თუ ტოლი დავუდოთ. ჩვენი ძლიერი მხარე, როგორც სხვა გუნდებთან, ვფიქრობ, რომ ზელანდიასთანაც, ანუ შერკინებაში აი 100%-ით თავდაჯერებული ვარ, რომ შეკინებაში ზელანდიასაც ვაჯობებთ და ვინც არ უნდა გამოვიდეს. ასე ვფიქრობ, რომ ყველას, ანუ მიწოვაში მივაწევით ყველას და კიდევ ერთი გამოყენება შეიძლება, რა ვიცი. ხვეწავთ რაღაცებს და პირველად რომ ჩავიცი და გავიდი სტადიონზე, პირველი თამაში მქონდა გერმანიასთან. და აი ძალიან დიდი სიხარულია, მაგარი დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. მინდა რომ უფრო მეტი მოვინდომო და უფრო მეტი ვიმუშაო ჩემ თავზე, პირადად ჩემ თავზე. რა თქმა უნდა, დიდების სოფლიო ჩემპიონატი არ მეთამაშა, ეხლა ბევრად დაძაბული ვიქნებოდი, თამაშებამდე ალბათ ძალიან ბევრს ვინერვიულებდი, შეიძლება ვინერვიულო კიდევაც, მაგრამ უფრო მეტი მენერვიულა, ვიდრე მომიწევს ნერვიულობა. და ვფიქრობ, რომ დიდების სოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება ძალიან დამეხმარება ახალგაზრდულ სოფლიო ჩემპიონატს. მთლიანად სოფლიო ჩემპიონატი დამამახსოვრდა ძალიან კარგად, ალბათ არასდროს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც ტონგას მოვუგეთ. იმიტომ რომ ტონგასთვის ვემზადებოდით 2 თუ 3 თვის უცად არ მახსოვს, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ბიჭებმა, რომ სოფლიო ჩემპიონატი ტონგასთვის მოგვეგო და ასე ვსქენით. კაპიტანს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება ვიდრე ჩვეულებრივ მოთამაშეს. ანუ განსხვავება დიდი არაფერი არ არის, მაგრამ ანუ განსხვავება არ არის კაპიტანს და ჩვეულებრივ მოთამაშეს, რომელიც ორივე ერთნაირად ვარჯიშობს, ორივე ერთნაირად თამაშობს, ბოლომდე იხარჯება მოედანზე, მაგრამ ის არის, რომ პასუხისმგებლობა ემატება და უნდა იყოს გუნდის ლიდერი რა.